ერთხელ ვიტყვი და მეც აღარ შევეხები ამას და არ ამყვეთ თუ გინდათ არ ვიცი გუშინ წინ თომა ჩაგელიშვილის გადაცემას უყურებდი 37 წლის ამბებზე და არ ვიცი ვერ ხვდები რანაირად აქვს კიდე შემორჩენილი რუსეთის მიმართ რაღაც სიმპათიები და ისინი აი ამ ჩვენი ბაბუების შემხედვარებს მით უმეტეს რა 37 წლის ამბავი მე მგონი ყველაზე ნაკლებად გააზრებული ამბავია საერთოდ ჩვენს რეალობაში ან ჩვენ როგორც თავის დროზე ჯერ ხო ჩავიდინეთ ეს 37 წელი რა რაღაც მომენტში საზოგადოებამ დაუშვა რომ ეს მომხდარი ხო და შემდეგ უკვე ისე რომ არ გავიაზრეთ რა მოხდა ისე დავგმეთ ხო ანუ გააზრების გარეშე დავგმეთ რაღაც პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში ვიღაცას რომ სტალინი არ მოწონდა. არა რეპრესიების დაგმობის ფარგლებში, რა ფარგლებშიც რეპრესია უნდა დაგმო, არამედ სტალინი ცუდი კაცი იყოს ფარგლებში. და მერეც უკვე დამოუკიდებელ საქართველოს დროს ძალიან რთული იყო ამის გაზრება, იმიტომ რომ ვიღაცის უბრალოდ წინაპრები მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ერთის მხრიდან, მეორეს მხრიდან და ამ ტკივილის დაბრუნება არავის არ უნდოდა და შეიძლება სწორიც კი იყო და შეიძლება მომავალში უნდა გავიაზროთ. მაგრამ ფაქტია რომ ერთი საუკუნე არ გვეყო ჯერ. ზუსტად ანალოგიური მიზეზის გამო ალბათ არ არის გააზრებული 90-იანი წლების მოვლენები. ნუ შედარება არ არის რეპრესიები გაცილებით ძიმე იყო და ძალიან დიდი მსხვერპლის გამოიწვია, მაგრამ ბევრის გამსმენია რომ ბევრი ადამიანი იქიდან ცოცხალია და აღარ გვინდა იმ ტკივილის გაღვივება და 90-იანი წლები ფაქტობრივად არ არის ისტორიაში პასუხი არ აქვს გაცემული ვინ იყო დამნაშავე, ვინ არ იყო დამნაშავე და ასე შემდეგ. მაგაზე ერთი ცხადი პასუხი არ იყოს და მე თავის დროზე გადაცემასაც იგლე მაგდო დავიწყე რომ მაგ კითხვაზე პასუხი არ მქონდა და ბარემ ბევრი აზრი მომესმინა რომ მე რაღაც აზრი მქონდა ჩამოყალიბებული და საზოგადოებასაც თავისი აზრები გამოეტანა. კი